მოგესალმებით, გონებოდა ბატონო. ძალიან თმა შევიჭერეთ და წვერი გავისწორეთ და ადამიანს ვცდილობ რომ დავიმსგავს, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი არის. რაღაცა დამჩემდა ღამე სიარული. просто ეს ჩამოვდივარ და ვსეირნობ ხოლმე უაზრო. ვერც გავიგერ ის ბრალი არის, ვერც გავიგერ ამჯერს. просто დაღლილი ვარ ალბათ რაღაცებისგან. ხანდახან просто დაფიქსდით ხოლმე და თავს თუ ძალიან დაღლილად იგრძნობთ. ჯობია რომ ცოტა ხანი ადგეთ და დაისვამთ. ისა რომ ყველაფრისგან დაისვამთ რა, ეს ნახევრად დასვენებას არ გულისხმობს. იმენა უნდა დაისვამთ რა. და დღეს რა ვიცი რაზე მინდოდა ლაპარაკი, ანუ ეს ხანდახან ჩამოდით ხოლმე და გაისეირნეთ თქვენც რა, ბევრ რაღაცას დაამუღამთ ისე. როგორც დღისით არ ჩანს ხოლმე რა. აი მაგალითად როგორ გიხსნათ რა. ღამე თან უფრო საშიშია, თან უფრო მშვიდია, ერთდროულად არის ორივე. ღამე ეგასწორებს. სამ ძიმე არის. ზოგადად. რაც უფრო ბერდება ადამიანი, ხო? რაც უფრო ასაკი ემატება უფრო სწორად რა. უფრო და უფრო გამოცდილების გამო, ცხოვრებისეული გამოცდილების გამო, უფრო რაღაცნაირი გულჩათხრობილები და რაღაცნაირები იჭდებიან ხოლმე რა და ჩემი თხოვნა იქნება რომ პროსტა არასდროს არაფერს არ მისცეთ იმისი უფლება რომ რაღაცნაირად ცოტა მაინც წაყირავდეთ რა. იმიტომ რომ აი 60 წლის ასაკში მეორე კლასელი ბავშვის ხუმრობები რო გექნება მაინც ადამიანებთან, მაგ შემთხვევაში ხარ ადამიანი ჩემი აზრით რა. ყავს ეგეთი ადამიანები გარშემო. ვისაც აი ცხოვრების ხალისი არ დაუკარგავთ, რავი, რამე ასაკშიც არ უნდა მისულიყვნენ. ძირითადად ოჯახის წევრები მოყავს ეგეთები. ოჯახს რაც შეეხება ოჯახი მაგარი რაღაცა არის. ყველაზე მაგარი რაღაცა არის. წარმოიდგინე რა ადამიანები გინდა არ გინდა შენი ახლობლები არიან, ეგრეთ წყდება დაბადებიდანვე რა. და სამ დაიბადები იქამდე არის გადაწყვეტილი რაღაცები ბიჭო. ძალიან საინტერესო რაღაცნაირი პონტი არის რა. ყოველ შემთხვევაში მე მომწონს რა ეს პონტი. შეიძლება მე გიჟი გეგონოთ ვიღაცებს, მაგრამ მე მისწორდება და რა გავაკეთო. ოჯახზე მაგარი რაღაცა ჯერჯერობით ბევრი ადამიანი გეტყვის რომ შენო ჩემი ოჯახის წევრი ხარო, მაგრამ ერთი-ორ კვირაში შეიძლება მანდიდან სულ ოჯახი აგინო აქეთ, ანიმან გაგინოს. ეგეთი რაღაცები ვართ ადამიანები, ეგეთი არსებები ვართ. ერთადერთი აი ვინც არ შეგაგინებს ოჯახს, სენი საკუთარი ოჯახია. არასდროს რო არაფერში არ დაგტოვებს მარტოს და ყოველთვის რო გვერდში გეყოლება რა. ძმაკაცობა უფრო მარტივი საქმეა ვიდრე ოჯახის წევრობა მე მგონი. იმიტომ რომ ან ძმაკაც აირჩევ რა, შენ გადასაწყვეტი იქნება. გინდა თუ არა იმასთან ძმაკაცობა და აი ოჯახის წევრობას ვერ ირჩევ უფრო ასწორებს რა. იმენა რენდომზე უნდა მოგივიდეთ, რენდომაიზერით ამოდის. და ძალიან სასწილო არის. ნუ მე მეცინება ყოველ შემთხვევაში ეგრე რო უყურებ. არჩი. კაი ხალხი ვართ ადამიანები, კაი არსებები ვართ. დიდხანს ვიქნებით ცხოვრებაში. იმენა ძაღლები ბოძარიან. ამათი ყეფის თავი არ მაქვს, ხა შუაღამისა და ღამის ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ამ ძაღლებს თუ გონია, რომ მაგათ ტერიტორიაზე შედიხარ. და შენთვის მიტასაო ვაფშე კიდია. აზზე არ არის. ეგ ვერ დამოღამეს. როდის ნეგატიურად არის განწყობილი მაგათ მიმართ ხალხი და როდის დადებითად. ძაღლი ხარ მაშინ მაგას რო იაზრებ. ეგრე გადდაწყვიტე. Короче. ძალიან ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის ფიქრობ ხოლმე, რომ ეს დებილი ტყუილები რაც ხდება გარშემო.
ეს მართლა ბავშვობიდან მოყოლებული მაქვს ეს კითხვა. დებილი ტყუილები რაც ხდება გარშემო. ეგ ტყუილები დავაჯერო ჩემ თავს და დებილი ვიყო და იმენა ვითომ ბედნიერი თუ რეალურად შევხედო და ყოველდღიურად მახსენდებოდეს რამდენად დედამოწყნული არსებები არიან გარშემო ხანდახან. ღამის 3 საათზე რო ლაპარაკს დაიწყებ, საიდანაც ვიყავი, იქიდან აქ უნდა მოხვიდე აუცილებლად. ეგა 3 საათიანი საუბრების ბრალია. კარგად ჩანმარ. რამდენი წუთი არის მაგას ვერხდი. მე მგონი გეყოთ საუბარი. ესა ჯერ 5 წუთი გავიდა მხოლოდ. და გონია რომ ეს 5 წუთი რაც ვიარე მეგონა რომ რაღაც არარეალური რაოდენობა დავხარჯე გავიარე დროის კი არა და მანძილის ბლეა ნახ გამოყოლებდი. ნუ მოგწონთ შეფუთული რაღაცები რა. გეხვეწებით. შეფუთული და ჭიანე რაღაცები ნუ გევასებათ რა. ყოველ მეორე ნაბიჯზე სადაც უნდა გაიხედო ყველგან ეგეთია ლამაზად შეფუთული ნაგავი ვოз. და იმის მაგერად რომ თვალები გაახილოთ და იმაზე იფიქროთ შიგნით რა არის ხოლმე ვიღაცებს და რაღაცებს ზამარტივად მასშევით რა. საშუალებებს აძლევთ ისეც რომელსაც არ იმსახურებს არავინ და არაფერი. არ მარტო ადამიანებზე აქვს ლაპარაკობ მეებს. რატო ლაპარაკობ მე თვითონზე ვიცი, რაზე ლაპარაკობ დაახლოებით ხვდები. აი თქვენ თუ ხვდებით ეგაა საკითხავით. მე გარეგილი ვარ მეც არ ვიცი. როცა დაიღლებით უნდა დაისვენოთ. ესაა დასკვნა. ყველაზე კაი დასასვენებლად ჰაერის გამოცვლაში გარემოს გამოცვლას გულისხმობ. როცა სხვა გარემოში მიდიხარ, სხვანაირად იწყებ რაღაცების დანახვას და სხვა რაღაცებს რო უყურებ, ავტომატურად ის ფიქრები არ გიჩნდება, რაც დაუშვათ ერთი და იგივე გარაჟის ყურების დროს გაგიჩნდება და მაგიტო ღირს ხოლმე რაღაცა ყაზბეგში დაგასვა. როგორც კი თავისუფალი დრო და რაღაცა ენერგია გაქვს ეგ ყაზბეგში. მომენატრა ყაზბეგი მომენატრა. вообще ყველაფერი მომენატრა. რა ვახარ თქვენ? რაღაცა deep talk-ისთვის მჭირდება ვიღაცა ერთი ადამიანი. ოღონდ სახალხოდ მინდა, საჯაროდ მინდა რომ მე deep talk-ოს თუ გეცლებათ მომწერეთ. ოღონდ საჯაროდ და იმ ვიდეოსთვის მინდა რომ ესაუბროთ. მარტო არ მინდა. ჩემი ახლობელიც არ მინდა რა, ვინც ისაც იცის ჩემი მდგომარეობა არ მინდა. ვინმე უფრო სხვა მინდა, ვინც დაინტერესდება ჩემი მდგომარეობით უფრო. და თვითონაც ექნება რაღაცები მოსაყობი. ეგეთ ადამიანს ვეძებ. ოღონდ გუშინ წინ შეყარებული დამშვიდობა იმ ეცხოვება დამენგრა. არ არის deep talk-ი. deep talk-ი არის, არ ვიცი რა, მე თან ღარმა საუბრები. სიღრმისეული. სიღრმისეული, სიღრმეში რომ მარტო დგას. სიღრმისეული, ეული. ფიზდეც, მაგარი სიტყვა. ეული. რაღაცეული, დეკეული. დეკაში რო იყო ერთი წელი კარჩი ვერ გავი. წავედი. არა მცალია მეძინება. ჩემებს ვოლდები და ცოტა სვიჭუქჭუქებ და წავალ დავიძინებ. რატეშლად გიყვებით, აი ჩემი კომუნიკაცია თქვენთან არის ის, რაც მიყვარს, აი მე ვასება ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი იმიდან ვიღაცამ გადმოიხედოს დაინახოს ეს ტიპს, რომელიც გიჟვით დგას და რაღაც პროსტა ლაპარაკობს და დადის. და სინამდვილეში ბიჭო, ხო ალამას რო ავტვირთავ.
ვიღაცები ადამიანები ინტერესის გამო ჩართავენ და მოისმენენ. მეც ის ტიპი ვერ მიხდება ვერაფერს. იმისთვის არაჩვეულებრივი მოხდა რაღაცა, მე და ვიღაც ტიპი დაინახა გიჟად ჩათვალა და იგიდა. ჩემთვის ხო ჩვეულებრივი რაღაცა, ანუ ყოველდღიურობა უკვე და თქვენთვისაც რაღაცა ისაა ჩვეულებრივია და ვითომ ყველაფერი ჩვეულებრივია არა და რაღაცა კაროჩი წავედი გაკოცეთ. სამი ჭკვით